უბრუნდებით ძვირფასო ტელემაყურებლებო ტელეეკრანებს, სადაც ბათუმის სახლში გასავარდნ ფინალში მას პინძლობს რუსთავის ხარებს და პირველი ნახევრის შემდეგ 18-7 ანგარიში ბათუმის სასარგებლოდ. რუსთაველებმა უფრო ნაკლებად აქტიურად დაიწყეს თამაში, თუ შევადარებთ ბათუმის თამაშის სტილს, ბათუმი უფრო მეტი დროის განმავლობაში იყო ბურთით და ანგარიში წინ არის ბოლოს ერთი კარგი ლელო გაქვითა რუსთავის ხარებმა. და სულ რამოდენიმე წამში სანდრო მარგიანი განაახლებს ცენტრიდან და დაიწყება მეორე ნახევარი და დაძაბულობა ალბათ შენარჩუნებული იქნება ბოლომდე. დაკიდებული ბურთი აერში უპრობლემოდ აიღო არაბულმა და თურმანიძე თხილაიშვილზე აკეთებს პასს გადაცემას, ეს უკანასკნელი დარტყმას ახორციელებს და ისევ თურმანიძე სავარაუდოდ ფეხით გავა. არა, ხაზზე გავიდა ბურთი, სწრაფი ხელები მარცხენა ფლანგზე. ნოზაძე ვილიამსზე გადაიტანა, ვილიამსი შიგნით წამოვიდა, გაცდა რამოდენიმე მეტოქეს, ურქინა ბოლოს და ისევ ბათუმი ჯერჯერობით შეტევაში ცენტრალურ ხაზს გადაცდნენ უკვე. თურმანიძე მარჯვენა ფლანგზე გაიტანს ალბათ, ასეც იქცევიან. მიქაძე კარგად ამოხურეს ხაზი რუსთაველებმა, ოდნავ უკან დაიხია ბათუმმა შეტევაში. იქვე შეცდოზე შემოშული კობახიძე. თურმანიძე გაგრძელებას ფეხით პოულობს, მაღალი აბრაგანი ასწია. მისწრებაზე ციკლაურიც წავიდა, თუმცა აერში კარგად თამაშობენ რუსთაველები, მარტო ამოგდება მოასწრეს. გაჭრა ხაზი. კარგად წავიდა წინ, საკმაოდ დიდი მანძილი მოიგო რატი საინველატი. ფანტასტიკურ შეწევას ახორციელებს რუსთავის ხარები, თუმცა კიდეზე მაინც გადადნენ ეს. რატომ საინველატო მოკლედ ფანტასტიკური იყო, ძალიან დიდი მანძილი მოუგო საკუთარ გუნდს, უბრალოდ იქ ბოჭვით შეაჩერეს საბოლოო ჯამში ბათუმელებმა და დაიცვეს თავი. 2 წუთი გავიდა ამასობაში თამაშის დაწყებიდან. ორი ხელით ბოლო კაცზე მოიგეს. ჭინჭველაშვილი მაღალი აბრაგანი აწია, რომელსაც უპრობლემოდ ეუფლებიან რუსთაველები. მაიკელი როკონდინონო და ზოგადად ეს ტრიო ტუიტაი საინივალტი როკონდინონო დღეს ჩრდილში არიან, უბურთოდ არიან. აი ხა ბოლოს კარგი გარკვევა კი მოახერხა, მაგრამ საერთო ჯამში მათ თავიანთი თამაშის შესაძლებლობა არ ეძლევა და ბათუმს ალბათ ეს უნდა ჰქონდეს მთავარ მიზნად, რომ არც მიისცეს დიდად გასაქანი, თორემ ნახეთ, თუნდაც არმიასთან რომ ძალიან სახიფათოები არიან მიზერულ სივრცეშიც კი. კი, ნამდვილად ჯერ ბათუმს რა იყო და რუსთაველებს გადავარდნიათ ბურთი და შემდეგ ბათუმელებს. მეორე ტაიმში პირველი შერკინება. პირდაპირ ჩავარდნენ რუსთაველები და ბათუმელებს ერგოთ ჯარი მაშერკინებიდან, რაც იმას მიუთითებს, რომ რას გააკეთებენ ბათუმელები უნდა ახსოვოთ. საინტერესოა, შეუძლია მიქაძეს აქედან კარში დარტყმას, თუმცა ნოზაძე დგას ბურთით ხელში. კარებიო, კარები მიუთითებს. ავად ბუბა ნოზაძე შეასრულებს დარტყმას.
სადგამი ბურთი ბუბანოზაძე დარტყმა დაბალი ტრაექტორიით გაუშვა, თუმცა ზუსტად ბუბანოზაძე 21-მდე ზრდის ბათუმელთა მონაგარს. მაშასე მეგობრებო ბათუმელთა სასარგებლოდ ჯარიმა გაიტანა ბუბანოზაძე 21-7 ორი გარდასახული ლევო სჭირდება რუსთავის ხარებს. ბათუმი კი თავის გაწერილ გეგმას პირწმინდად მიყვება და ასრულებს თან ძალიან კარგად. კომფორტული სხვაობა უჭირავს გუნდს ეტაპობრივად ზრდის კიდეც რუსთავი კი ავის თავს არ გავს, ეს შეიძლება ლუარსაბიშვილმა ძალიან კარგად იცის წესები და გამოიყენა ეს ცოდნა. ხარი არ ჰქონდა შეკრული შათირიშვილს ებენეცებეტის წესი გამოიყენა. მარცხენა ფლანგი კოხიას რა ბოჭვა მოხდა. იქ კარგად შევიდა, იქ შუკაკიძე იყო თვალწვდები. ბუჯიაშვილი ყოფილი ბათუმელი ლუარსაბიშვილი მოგდება და დაიკარგა სახიფათო აქ ბურთის დაკარგვა. ციკლაური მიხეილ ციკლაური გამოცდილი ბურჯი რუსთაველთა რიგებში. ფეხით თამაშობს სანდრო მარგიანი დაუწდა ციკლაურს თავდაპირველად, თუმცა გააკეთა გადაცემა იყო კარგად ნოზაძემ. თავიდანვე ჩანდა რა ჰქონდა ჩაფიქრებული ციკლაურს, მაგრამ ვერ შეასრულა კარგად. შერკინება ერგება ამ შემთხვევაში რუსთავის ხარებს. თორმეტი წითელი შესვლა ილურიძეს ცვლიან? ხო, ილურიძე ჩრდილში იყო დღეს. თავის თამაში ნამდვილად ვერ ითამაშა სანდრო. ხო, ეს ალექს სადაძე. კი. სანდრო სვანიძეც ყავს მარკაფაში, ასევე გიორგი პეტრიაშვილი. ისეთ შეუძლია გაძლიერება ხაზში რუსთავის რიგების. რაც შეეხება ბათუმის ხაზის მარკაფა კობა ბუჯიაშვილი, სერგი ჩხაიძე, ნიკა ნინიძე, სამივე ძალიან კარგი მორაგბე. საკმაო გამოცდილება დაგროვებულიც ჭრაზე შეყავდა მარგიანს, თუმცა ზედმეტად დაახლოვა ხაზები და ბურთის დაუფლება ვერ შეძლო უკვე შემტევმა უბურთო მორაგბემ. ნახოთ ამოგდება წნეხშია ახლა ანარე ტუიტაი და რუსთავის ხარები. კოხია კოხიას მოუწია კი ბურთს აღება, რადგან სხვა შემთხვევაში შეიძლება წაეღოთ ბურთი. გაზაშვილი ოხ რა ბოჭვა დაახვედრეს იქ და გაიარა შემდეგ მარგიანი თხილაიშვილი და შორი დარტყმული, თუმცა ნოზაძე ჩამოიტოვა. ძალიან კარგი იყო ბუბანოზაძე. იანურად თამაშობს ძალიან ბუბანოზაძე და რა იდეალური დარტყმა. აფეხი. მარგიანს უფრო უნდა ეაქტიურა ალბათ და არ უნდა გადაეშვა ეს ბურთი კიდეზე. ბუბანოზაძეს კი წინვალე ეპიზოდი ჰქონდა. ვანო ფუტკარაძე შემოვა ბათუმის რიგებში. მოედანსკი დატოვებს ვაშა ფოფხაძე, გუნდის კაპიტანი. კიდე უფრო დაამძიმა ძალიან მნიშვნელოვანია რომ შეკინება. კი ბატონო. რუსთავმა დერეფანი უნდა მოიგოს საკუთარ ნახევარზე. ემზადება მოედანზე შემოსასვლელად კობა ბუჯიაშვილიც ამასობაში. ჯიმ შელეიშვილმა დაარტყა მოგებული დერეფნის შემდეგ გაუმჯობესა კუთხე, მაგრამ აწუხებს
და 9 ნომერზე თავდასხმის გამო. გვერდიდან შესულ და მე ფეხი აუწია. სწრაფად ათამაშებდა ვაჟა ხუციშვილი, თუმცა რაღაც არასწორი ადგილიდანო პაპუნამ როგორც უთხრა და ამიტომ დახიეს უკან. თუმცა შეიძლება უკეთესიც იყოს ეს რუსთავისთვის, იმიტომ რომ ბათუმი უკან იხევდა მაგ დროს და რომ არ მიიღო 11-იანი უპირატესობა, მერე მოედანს ალბათ დაკარგავდნენ. ამასობაში თურმაინც სტოვებს მოედნის პროგრამს და ბუჯიაშვილი შემოვიდა მის ნაცვლად. აი რაც დავაანოს, ეს ძმები იქნებიან ახლა ერთმანეთის წინააღმდეგ. აი აქ ხო მოაქცია და აბა ვნახოთ საიდან ვეღარ ვნახეთ საიდან ათამაშებდა უკვე ვაჟა იქ. ან თითქმის ანალოგიური წერტილიდან, თუმცა ჭიქაბერიძემ შემდეგ დაუკორექტირა უფრო წერტილი, უფრო ზუსტ წერტილზე დასვა ჯარიმა. აი აქ უკვე სწრაფად ათამაშებს, ესეც 10 მეტრიანი ჯარიმა აგრძელებს. აგრძელებს ქადარია ჩაერთო შეტევაში. ფუტკარაძე ბოჭავს კოხიას. აქტიურად ჩაერთო თამაში. ვანო ფუტკარაძეც მარჯვენა ფლანგზე გაგრძელება ვნახოთ, ნარიმანიძე დაიქნია, შევიდა თავად კონტაქტში. შელეიშვილმა გადაწყვიტა ის გამოსატანად მისვლა, თუმცა იქვე იყო ვაჟა ხუციშვილი. ცოტა არეულია რუსთავი. ბათუმი კი გამოჩნდა რომ შეცდომებს 10 წუთით ნაკლები დარჩება ბათუმი, რადგან 10 მეტრიანი წყვეტილი ხაზი იგი სწორი ამ შემთხვევაში მსაჯი ნამდვილად შეეძლო რომ არ ეთამაშათ აქ ბათუმელებს და 10 წუთი მოუწევს დასვენება გაგა არაბულს არა უკაცრავად ვინ გააძევეს მოკლედ მოგახსენებთ რა ესე იგი ფერსელიძე იქნება სავარაუდოდ ნუკრი რომელმაც 10 მეტრი გათამაშების შემდეგ ესე იგი უკან დროულად არ დაიხია და ძალით ითამაშა მოთამაშეზე რაც თავისთავად ცინიკურ ჯარიმაში ჩათვალა პაპუნა ჭიქაბერიძენა სწორათაც და ისევ რაღაცა კარგად ვერ მოგებული ტერეფანი იქ თითქმის მონახა ხრელი უციშულმა შემდეგ მალევე მიაბა ფაზა წაიღო ბურთი იქ გაზაშვილმა მარგიანი საინტერესო გადაცემა უნდოდა გადამოწმდება ახლა მე მგონი პირველად ჩაერთვება ასე საფუძვლიანად. ხო, მაგრამ უხეშობები არ ყოფილა ამ თამაშზე დანარჩენ და ძალიან კარგიც არის, რომ ვიდეო რეფერი თუ უსაქმოდ იქნება, მithლა უკეთესი. 13 და უკვე ვერამდე ჯარი. გადამოწმდა ეპიზოდი აი აქ ჩაითვალა რომ დაჭერის მცდელობა იყო. კი, ქონდა. ნოზაძეს და ამიტომაც აი არმიასთან სესიაშვილის გაძევებაც დააგავდა. ხო, თითქმის ანალოგიური იყო, იქაც ხელის თითქოს ბუნებრივი ქმედება იყო, მით უმეტეს დაახლოებულ კონტაქტზე. მაგრამ ეპიზოდი ალბათ უფრო მწვავე იყო, არ ვიცი. რუსთავი მიაწვა აქ და ვერ უძლებს ბათუმის შერკიდებას, ჯარიმის უპირატესობით სარგებლობენ რუსთაველები და რაკიდან ნაკლებად სავარაუდოდ კი ბატონო აიღო საბოლოო ჯამში. გადაარჩინა ლუარსაბიშვილმა. თამაშობს, ალბათ უფრო შენარჩუნება ჯობდა. უფრო ამისთვის გააკეთა რომ შეენარჩუნებინა, გადამყრელებმა დააგვიანეს და იქ ნაკლებად ექნებოდა შანსი რუსთავს ბურთის დატოვების.
გააქტიურდა ტრიბუნაც იგრძნეს გულშემატკივრებმა, რომ მათი მხარდაჭერა სჭირდება ახლა ბათუმს. კიდეზე ისევ მაქსიმალურად ახლოს მივიდნენ რუსთაველი მორაგბეები. მოწინააღმდეგის 15-მ ზონაში არიან და თუ ორი ხელით კარგად მოიგეს ტერეფანი, დიდ საფრთხეს შეუქმნიან ბათუმელებს. პრობლემები ბათუმს პირველი ტაიმის მიწურულსაც შეუქმნეს, როდესაც ანალოგიურ დისტანციაზე მიუახლოვდა რუსთავი ბათუმის ლელოს მოედანს. და მაშინ საბოლოოდ ეპიზოდი ლელოთი დაგვირგვინდა. ჩამოყალიბდა მოვლი. მოწყდა ნაადრევად კოხია და შეცდომა იყო სავარაუდოდ კოხიას ნაადრევად გამოსვლა და წინ გადაუვარდა თაღების დროს რუსთაველს. აქ უკვე საჭთან ლაპარაკის გამო ნარუს მერამდე თუ უნდა გავიმეოროთ საბა ეთერში ჩვენ რომ საჭთან საუბარს კარგი არაფერი არასდროს არ მოაქვს გუნდისთვის. მაშინ როდესაც რუსთავი უნდა ყოფილიყო უპირატესობაში, მაშინ როდესაც მათ უნდა მოეპოვებინათ ქულები და ჩამორჩენა შეემცირებინათ, ხო, აი ამ ლაპარაკის გამო, საჭთან ლაპარაკის გამო, სულ რომ არასწორად მსაჯობდეს, რეალურად სიტუაციას არ ცვლის, კიდევ უფრო ამძიმებს შენს სიტუაციას. მით უმეტეს როდესაც გაფრთხილება გაქვს მიღებული. აქ კი ცვლილებაა. შათირიშვილმა დაატოვა და იონა პირცხალა. მოიგეს პირველ მხტომელზე. უჩეშულმა გაიტანა უпростоრად ჯინჭველაშვილი მაღალ ბურთს წევს ნარიმანიძე და აი აქ შანსი აქვს რუსთავს, მაგრამ არა. ხილაიშვილზე აღარ წავიდა. ნარიმანიძე ამოაგდო. აქ ორთაბრძოლა სამართლიანი იყო და შეგვიდა სიტუაცია. გადაიტანა მიქაძე გარეთ გაიხსნა, კარგი გადაცემა ხილაიშვილის შესრულებით, უკაცრავად მიქაძის მოკლე გადაკიდება და ბურთი წინ გადაუვარდა. ისევ გაუმართლათ ბათუმელებს რომ აქეთკენ ახტა ბურთი, თუმცა მერე ვეღარ დაიმორჩილეს. ასე მარტივად რა ტუნიარავას აუხსნა მაგას გადაამოწმებსო. აბა ვნახოთ ჩვენც აქ ხილაიშვილს აუთამაშდა, არა წინ თამაში არა აქ გადასამოწმებელი. ხო, მაგრამ მოედანზე მაინც სხვანაირად აღიქო ალბათ. ემზადება სანდრო სვანიძე მოედანზე შემოსასვლელად.
სწრაფად გამოიტანეს და სწორადაც მოიხსნენ რუსთაველები, რადგან მათ მოთამაშე აკლდათ და მიწოლა მიაწვა იქ ბათუმი და საკუთარ 15-მეტრიან ზონაში არიან. ფეხით უნდა გავიდნენ აქედან. კარგი ორთაბრძოლა. უკან დაახევინა რუსთავს. ბათუმმა ვერ მოამზადა ჯერ კომფორტული წერტილი ფეხის დასარტყმელად. აქ წნეხიდან უწევს მარგიანს დარტყმის შესრულება. და რა თქმა უნდა, არ გამოვიდა ისეთი, როგორიც მათ სურდათ. თერთმეტიო, ესე იგი გადის ანარე ტუიტაი მოედნის ფარგლებს ტოვებს და როგორც უკვე საბამ მოგახსენათ, სანდრო სვანიძე შემოდის მოედანზე. ორი ხელით არ ქონდა დღეს ტუიტაის კარგი თამაში. მიაწვა რუსთავი მოლში. ჯიშულმა გაიტანა. ნოზაძე უკან გადაცემა ჯინჭველაშვილი, ვილიამსი, გრძელი, ვაჟა მიქაძეზე ციკლაური მიყვება მას, მიქაძემ შეაგორა ბურთი. წნეხშია ახლა. დინონო. იქ ციკლაურმა თავგანმოდებითი თამაშა. და როგორც ჩანს დამტყმაზე წინ ყოფილან ბათუმელები და იქ სწრაფად არა. კიდევ ერთი ცვლილება მზადდება. მოედანს ტოვებს გოგა ქადარია. მის ნაცვლად ვანო გელაშვილი გამოვიდა მოედანზე, 10 ნომერი კი იცვლება ბათუმის რიგებში რეზი ჯინჭველაშვილს შეცვლის სერგი ჩხაიძე. ორი ხელით მოიგებს. კარგი შეყვანა და კარგი დახვედრაც და უკან თამაშიო აპონენტი კაპერიძეს თქმით. ხელდახელ ახლოში შეყვანა, კარგად იცავენ თავს იქ რუსთაველები. რუსთაველები მეტყვი ბათუმელები იცავდნენ თავს. მარჯვენა ფლანგზე მარგიანის მოკლე გადაკიდება ვნახოთ, ზონა დაცულია, მაგრამ შეცდომას უშვებს ბათუმი. სწრაფი რაკი კოხია, ხუციშვილი მონახა, ხუციშვილმა ციკლაური კიდევ ერთი ამოგდება, საინტერესოდ ათამაშებს ბათუმი ამ რუსთავი ამ ეპიზოდს და ლელო! არაფრიდან გამოადნო ლელო რუსთავის ხარებმა, ეს ყველაზე კარგად გამოსდით. რუსთაველებს რატუ საინივალატის ლელო მაიკელი როკონდინონომ კი კიდევ ერთხელ შექმნა ეპიზოდი, კიდევ ერთხელ შექმნა სალელოე მომენტი, რომელსაც გარემარბი იყენებს. ბოლომდე იძაბება დღევანდელი შეხვედრა. ეხლა როგორ განვითარდება მოვლენები? მარგიანმა უნდა შეაქროს გარდასახვა, რათა ერთი გარდასახული ლელოს ფარგლებში წავიდეს თამაში. ხო, სხვა შორის ჩვენ არ გვიტყვია მაყურებლისთვის თუ პრიზის დამთავრების შემთხვევაში რა ხდება. დავიწყოთ. პრიზის დამთავრების შემთხვევაში დაინიშნება 2 დამატებითი 10 წუთიანი ტაიმი. შემდეგ იქაც თუ პრე დასრულდა, მოვლენები გაგრძელდება შემდეგ. ნაიდა. წინ გავა ის გუნდი, რომელმაც ზუსტია გარდასახვა 21-14. წინ გავა ის გუნდი, რომელმაც კონკრეტულ ამ შეხვედრაში მეტი ლელო გაიტანა.
აქაც თუ თანაბრები იქნებიან, მერე ვინ მიიღო ნაკლები სადისციპლინო სანქციები, ყვითელი და წითელი ბარათები, გელოდება წითელი, მერე ყვითლები. ხოლო ყველაფერი თუ ერთად, ესე იგი ვარსკვლავები ერთად დავაგდეთ, მაშინ ამ შემთხვევაში ბათუმი გადის, რადგან საცხრივო მდგომარეობა ჰქონდათ უკეთეს. აქ ბეწვის ზღვარზე გაიარა როკონდინონომ. დაიძაბა თამაში, ბათუმს კი უფრო მეტად მართებს ახლა გამოფხიზლება, შეცდომა სვანიძის ფრთაზე ციკლაურს შანსია, აი ბათუმელთა შანსიც ვიხილეთ. ჩხაიძე. კინალები დაგეზა. შემოაბრუნა თამაში მარჯვენა ფლანგზე ნუკრი ფერსელიძე. ფერსელიძე დაბრუნდა ამასობაში და უტელი ბარათი ასე რომ ტყუილად გვაქვს. ციკლაური ინარჩუნებს მარჯვენა ფლანგზე ბურთს. ხილაიშვილი. ბურთი სანდრო სვანიძეს უფრო სწორად სანდრო მარგიანს ჩაუვარდა. უკანა ფლანგი თუ цаრიელია, დარტყმა არც ისე კარგი გამოუვიდა ამ შემთხვევაში. კი არა და კარგი გამოსვლია. სხვა ჰქონდა ჩაფიქრებული სავარაუდო. თუმცა საბოლოო ჯამში მაინც კარგი გამოვიდა. რუსთაველთათვის განმუხტეს ეპიზოდი და პირიქით მეტოქის ნახევარზე გადავიდნენ. საფარი მძიმეა. ამინდი მაინც წვიმიანი იყო ბათუმში და შესაბამისად დამძიმებული უნდა იყოს მინდვრის საფარი. ხო, გათანაბრდა, ესე იგი, მოედნანზე რაოდენობა ლუარსაბეშვილის დაუბრუნდა თავის კუთვნილ ადგილს და 14 წუთი დარჩენილი თამაშის დროის ამოწურვამდე ორი ხელით ამ შემთხვევაში ბათუმი იგებს ტერეფანს, გავიდა ხაზზე ბუბანოზაძე. ფეხი კარგად დაიცვეს თავი რუსთაველებმა, ხელდახელ მათ გადაულოცეს ბურთი ბათუმელი ბათუმელმა მორაგბეებმა უკაცრავად. მარჯვენა ფლანგზე წავიდა შეტევა. კოხია ფეხზე დგას, ძლიერი მოთამაშეა კოხია. მარგიანმა მოასწრო პასის გაკეთება, ჯიმშელეიშვილი შეუძლია გაქცევა, მაგრამ მონახა უკეთესი გაგრძელება. აქ აწია ალამიმსაჯმა. თუმცა ჭიქაბეიცის სასვლენი დუმს. აბა ვნახო. სალამი სოსო. საინტერესო მომენტია ჩემთვის, იმიტომ რომ პირველადი შეხვედრით სათამაშო სიტუაცია იყო თუ დარღვევა? დარღვევა, ხო? უფრო გავდა ჩემი გადმოსახედით. ხო, არაბუნებრივი ქმედება იყო დამცველი მოთამაშისგან ერთი შეხედვით ჩემთვისაც, მაგრამ გამეორებაზე რა თქმა უნდა უკეთესად გამოჩნდა. უპირატესობა ჰქონდა რა თქმა უნდა საინი ვალატის და ციკლაური აბა ვნახოთ. აი, ფეხის შეგორება. ჯარიმას დებს. ჯარიმა კი იქნება ალამსა და კი, გაუტოვა ხარი.
სასწრაფოს. იმედა რადგან სამსული უკან ორივე თამაში არის ლურჯის დამზრდელი ტექნიკური და არ იქნება. იანი დაკარგება არის პრობლემებზე იქნება. ჯარიმა და ყუთელი ვარაფერი დახვედი ლურჯის. სწორი, აბსოლუტურად პრაგმატული და ნაფიქრი გადაწყვეტილება მსაჯების შესრულებით სიმართლე გითხრა. კაპიტანი და 14 ნომერი. გაიგეთ ახლა ბიჭო, ორი სამი მოიწოდე. დაწნარდით ხო? კაპიტანი და 14. ესე იგი, ხუთი დარგმელი არის, მაგის შემდეგ კონტაქტს აკეთებს, შეუძლია კონტაქტს სასურველად, ხუთი ვარათი ტექნიკური არანჟმენტი ციკლაური დაისაჯა ყვითელი ბარათით. 13 წუთი და 7 ქულა სულ სხვაობა. 13 წუთი, აქედან 10 წუთი მეტობაში იქნება რუსთავის ხარები, ასე რომ ძალიან დაძაბული ბოლო წუთები გველის. ბათუმი გამოთიშულია ძალიან დიდი ხანია. მათ შესანიშნავი პირველი ტაიმი ჩაატარეს. 18-0-ს გავიდნენ წინ. ტაიმის მიწურულს გაუშვეს 1-0, ხო? როგორც მახსოვს. ორი ხელით მოგებული იქნა რუსთაველების მხრიდან, მოლით ჩამოყალიბდა. ჯერჯერობით იცავს კარგად ბათუმი, ლუარსაბიშვილი აკონტროლებს. ელოდება ვაჟახუცშვილი ბურთს გატანას, გაიტანა კიდეც. ამოგდებები, აწია ხაზი, ამოგდება კიდევ ერთი, ნახოთ ფთაზე უნდა ჰქონდეს ნარიმანიძეს უპირატესობა, თუმცა არ წავიდა გამწვავებაზე. ბურთი დატოვა, თამაში შეუნარჩუნა შანსი რუსთავს. არადა ნარიმანიძე მოშვიდკაცია. ნულოვანი ზონა დარჩათ, ცარიელი, დღეს რატუსაინი ვალატის დღეა. 21-19 პოტენციური ფრე გამომდინარე იქიდან რომ ძელებს წინ გვაქვს გარდასახვა. საოცარი ბოლო 10 წუთი გველის. დრამატიზმი ამას ქვია ხო, ჩემო. თუმცა ბათუმმა თუ ვინმეს და ან რამეს უნდა დააბრალოს ახლანდელი მდგომარეობა, ეს ერთადერთი საკუთარი თავია. უბურთოდ ყავდათ რუსთავი და ყველაფერი გამოსდიოდათ, როგორც კი მოდუნდა გუნდი, მაშინვე დაიწყო რეგრესი. გამოვიდა მეორე ნახევარში რუსთავის ყოთაშორის. ეს, რა თქმა უნდა, ასე იქნებოდა. ამისთვის მზად უნდა ყოფილიყო ბათუმი. გათანაბრდა ანგარიში 21-21. ამინდს კვლავ ლეგიონერები ქმნიან რუსთავში. რა თქმა უნდა, ქართველი მორაგბეების დახმარებით და ძალიან კარგი ნაზავი აქვს ამ კუთხით. ხარებს შექმნილი და ჩამოყალიბებული. განაცხადში. ნოზაძე განაახლა ცენტრიდან. გაუმართლა რუსთავს რომ დაიტოვეს ეს ბურთი, გადაცდა ბლოკს, ვერ ითამაშა ლუარსაბიშვილმა პირველ მიღებაზე. პირდაპირ კიდეზე ვერ გაუშვებს ბურთს ხუციშვილი. არც მაინც და მაინც კარგი დარტყმა გამოუვიდა, რა კარგია საპირისპიროდ ვაჟა მიქაძე. გავიდა ნოზაძეზე ბურთი. თხილაიშვილი მიდის წინ ჯერჯერობით, მისმარება საჭირო. ხელზე ემუშავა პირველ რიგში. არ მოეშორებინა. ახლა კი სერგი ჩხაიძე, ლამაზია ნოზაძე. კიდევ ერთი პასი და აქ ფაქტობრივად შეუძლებელია ლელოს გადარჩენა. ვილიამსი აგვირგვინებს. ლელო გააქვს ბათუმის ბათუმს. სერგი ჩხაიძე კი საოცარ გაჭრას გვთავაზობს. უბა ნოზაძეც ადგილზე იყო, სწრაფი მიყოლა და ფთაზე. ვილიამსი ამ ყველაფერს შესანიშნავად ასრულებს.
იმ გოგონამ ხედავ როგორ დაიჭირა ბურთი, ჰა? ბათუმს გამომარ! ბავშვმაც გადმოკიდა. ბატონო, ეს პოტენციური ორი მორაგბე ღობეს მიღმა. ესეც ლელოებიც გათანაბრდა უკვე. 3 ლელო ქონდა გატანილი ხარებს, ხო, 2 ქონდა გატანილი ბათუმს. ხო, აქამდე და ეხლა მესამეც დაამატეს. ხო, აქამდე სადგამიდან უკეთესად ურტყავდა ბათუმი. 3 ჯარიმა, 1 გარდასახვა ჰქონდათ. მიქაძის გარდასახვა ძალიან მნიშვნელოვანი გარდასახვაა სპორტაშორის. თუმცა რთული პოზიციიდან უწევს მიქაძეს დარტყმა, დარტყმული ზუსტია. უჰოჰოჰო. ყავ დაუბრუნდით 7 ქულიან სხვაობაში. ბრავო. კაცნაკულობის ჟამს ძალიან დროული პასუხი გასცა ბათუმმა. მოზაძემ კი კარგი გუნდურად პასი ითამაშა. გააკეთა იქ. ჰაერში. აიფარდა. ანარე ტუიტაი ბათუმში ლევოს ვერ გაიტანდა, ხარების მორაგბეა. პიტერ ვილიამსმა გაიტანა. პირველი დაარტყმა. კობა ბუჯიაშვილი ემზადება დაარტყმის ასაწევად. კიდევ ერთხელ რა ჭკვიანურად თამაშობს. ეგ ჯარიმა, რა თქმა უნდა, ძირს გადაამლაშა კი. არაფერი შეიძლება საჭირო. მე რამდენი თუნდა თქვა, რომ როდესაც რაგბის მოედანზე წაიქეცი, ერთადერთი გამოსავალი გაქვს, რომ ადგე და ან გაეცალო იმ ადგილს. სხვა ნებისმიერი ქმედება იქნება წესის დარღვევა. ვეტერანი კანინიძე რამდენი წელია ის ამ დონეზე თამაშობს. ძალიან კარგი. იგი მანძილის მომგები დაარტყმა. დაშავდა ბუბანოზაძე. ახსენეთ რომ ძიმეა საფარი. სადღეგრძელოებით წამოვიდა ტრიბუნაზე. ბუბამ ძალიან კარგად ჩაატარა დღევანდელი შეხვედრა. კი, კუნთი დაიჭიმა როგორც ჩანს. მოიგო ბათუმმა დერეფანში ბურთი. დააყენეს მოლი. დაუშალა ეს მოლი ჩაჯდა. და წაიღეს ბურთი ლეგალურად თან რუსთაველებმა. დარტყმა ახლოს რაგთან პეტრიაშვილია მოედანზე გამოსული ხელით გადაწყვიტა შეტევა. დაიქნია სვანიძემ, გაიხსენა თავისი პრაიმ წლები. თუმცა ხაზი ბოლოს ვეღარ გაჭრა და იკარგა. იქნა მიეხმარნენ ახლა თავის თანაგუნდელები რა ბურთი ვილიამსი შემორბენზე. დალელოა. გარისკარუსთავმა ანაირად ისვრიან ამ ბურთებს. ეს კონძულელი მორაგბეები. ეგ არ არის ბიჭებო საჭირო ახლა სასტენის მერე. დაიძაბა ასაბიშვილი კვლავ ეპიცენტრში რა თქმა უნდა. დიდი ალბათობით აქ უკვე ხო თუ ვიდეო რეფერი არ ჩაერია იქ რაიმე მიზეზი თუ არის რომ ლელო არ ჩაითვალოს, მაშინ ბათუმი გავიდა შემდეგ ეტაპზე. 12 ქულას 4 წუთში ძალიან ჯერ დაველოდოთ მიქაძეს, მაგრამ სულ რომ 12 იყოს.
ხო, ბევრია. იმ დროისთვის, რაც დარჩენილია ახლა. შენ არ ჩონდა 12 ქულიანის სხვაობა. რუსთავს ძალიან სწრაფი პასუხი ჭირდება ამ ყველაფერზე. 4 წითელი არის შეცვლა წრეებში. ოედნიდან გავა მაშა სევატონეთა სასარგებლოდ კიდევ ერთი ობა ჯიმშელეიში. ტოიტაი 11 ნომერი თალგარეში 33-21. არ არის ეს ანარე ტუიტაი და ტელეფონით ჩაგიზნა და შეგინებაც. ტუიტაი გასულია თან ოედნიდან. შეცდომა ამასობაში შეკინებით განახლდება ცენტრიდან თამაში. ციკლაური დაბრუნდა აღდგა რიცხობრივი თანაფარდობა. გუჯიაშვილმა შეიაგორა. ბათუმმა მიიღო უპირატესობა. აი ეს კარში უნდა გაგზავნონ აუცილებლად. და მე მგონი კი კუკარაძე მიუთითა უკვე. უკვე კარი. ეს დასასრული უნდა იყოს რუსთავისთვის. ძალიან კარგი სეზონი ჩაატარეს. რაც შეეხება ბათუმს, ბათუმი კი აიასთან დაპირისპირებაში წლევანდელი სეზონის ჩემპიონს გამოავლენს. ერთმა შეცდომამ როგორ გაანიავა ხარების ყველანაირი იმედი გოლ შეხვედრაში. საპირისპიროდ კი ბათუმს ქება ეკუთვნის ასეთი თამაშის დატრიალებისთვის. რთულია, როდესაც იგებ, შემდეგ ამოგიქაჩავს მეტოქე. შენ ყვითელი ბარათით ხარ და ამ ყვითელი ბარათის ჯამს მოახერხებ შეხვედრაში დაბრუნებას, წინ გასვლას კიდევ ერთხელ. მოახერხა რუსთავ ამბურთის ამოღება, ფეხით თამაშობს საინი ვალატი. თუმცა საბოლოო ჯამში მაინც ბათუმელები ეუფლებიან ბურთს. 2 წუთზე ნაკლები დროის ამოწურვამდე ხელდახელს უნდა გაწელონ დრო. პატარა რისკის უფლებად შეუძლიათ სხვათა შორის აქ თეორიული შანსიც აღარ არსებობს, რომ დაეწიოს რუსთავის ხარები. მაღალია ბრაგანი. გააჭრა საინი ვალატი პირველი ზღუდე დაცვის. გამოვარდა ბურთი თამაში შეეძლო. ყველა შეეძლო ბურთიდან გამოვარდნილი, რაკიდან გამოვარდნილი იყო ბურთი, გავიდა. დაინახა ჩხაიძემ. цаრიელი წერტილი გაარტყა цаრიელ წერტილს, მაგრამ თან არ გადაკვეთავს. ფანტასტიკური დარტყმა სერგი შესრულებით აქ მოუწევს და ამიწება და ლელოს ხაისთან განახლება. დრო გასულია. ბათუმს უოცავთ ფინალურ სტადიაზე გასვლას. რუსთავის ხარებს კი დამსახურებულად
მესამე ადგილი შეინარჩუნა და მესამე ადგილზე გავიდა 2024-25 წლის სეზონის საქართველოს ჩემპიონი. ჩვენ კი გეტყვით რომ ამით არ სრულდება ჩვენი დღევანდელი საარაგბო დღე და კიდევ გველის ერთი ძალიან საინტერესო თამაში ეს თამაში კი ჩემპიონთა თასის ეგრით გასამართი ბორდო ტულუზა გახლავთ 18 საათზე დაიწყება ეს შეხვედრა უпростоრად 17 საათსა და 55 წუთზე ჩვენს ეთერში ჩვენ კი უნდა დააგემშვიდობოთ რომ უკვე გადავერთოთ იმ შეხვედრაზე დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად თუმცა წესითა და რიგით უნდა გქონდეს მატჩის შემდგომი ინტერვიუ ასე რომ ჩვენ დაგემშვიდობებით უკვე მოემზადება შემდეგი თამაში ეთერში შესასვლელად და თამდე დაგიტოვებთ ეთერს ღიად კი ლუკა კილასონია და საბა ჟორჟიკაშვილი ვიყავით თქვენთან ერთად ამ რეპორტაჟზე მადლობა ნახვამდის Maldito.